მოგესალმებით ყველას, ვაგრძელებ ვიდეოების მიყრას და გარეთაც სამწუხაროდ გრძელდება მშენებლობა. რომლის დამიუთებასაც მაქსიმალურად ვცდილობ, მაგრამ რა გავაკეთო, როცა ჩემს საუბრის პარალელურად ინგრევა კუჩა. ხანდახან ყოველთვის არა. მოკლედ. ახლა ეს როგორ დავამიუთო მითხარით. მოკლედ. ახლა უნდა ვნახოთ To Ashes and Blood Arkenis კიდევ ერთი მშვენიერი სიმღერა. დიდი ხანია, საკმაოდ დიდი ხანია Arkenis სიმღერები გადაგვიღია. ბოლოს ისეც კაიდი შესრულება ჰქონდა Renegades და Hellfire-ს შორის, ამიტომ ახლა ვაგრძელებთ. მე პირადად ეს სცენა To Ashes and Blood-ის ძალიან მომეწონა, ძალიან მაგარი იყო ცალკე ვაი და ჯინქსი და კეიტი და სევიკასი ისე გამოვაკეთე ბოდიშით და ცალკე ვიქტორი ჰაიმი და ეკო უბრალოდ ჯეისი ჰაიმი და ეკო იმდენად აშკარად ეტყობოდა თუ ძალიან იწვარეს ამ სცენაზე იმდენად მაგარი ანიმაცია და გადასვლები ჰქონდა და საუნდტრეკი თავისთავად ახლა თუ Ashes and Blood მაგარია კაი ხანი არ მომისმენია და გითხრათ და ახლა ბოდიშით თქვენთან ერთად მოვისმენ 3 2 1 დავიწყოთ change here. This voice set in your head managing there. Nu, ეს უფრო სიმართლე გითხრათ ტექსტს დავკავშირებდი ამ ფრაზებს. და ეს უკვე ისე ჯინს. ხედავთ აი გადასვლებში რა იგულისხმეს სიმღერა რომ თან ჯინქსზე მიუთდებს და თან ამ ტექსტებზე ცალკე ეს სამყარო თვითში. და სხვადასხვა მეკითხეს ასეთი რაღაცა რომ ეს ხმები რომ ეს სხვა ენაზე ეს არის ჟანას ხალხი ჯანას კულტი, რომელიც არ მოცულობს ან უძახის როგორღაც რიტუალს აკეთებს, ну მოკლედ ჟანასთვის რომ ამბობს რა მაგ სიტყვებს. არ გითხოთ ჟანა ვინ არის, თუ დაგუგლეთ League of Legends-ის ჩემპიონია. ну არ გითხოთ იქ გაგებით რომ არც მე ვიცი პრობლემა. Does it make you a god now? აი, ჟანას უნდევრები. არა მაგარი სიმღერა. ოხჩი. ეს კიდევ ხო, ეს კადრი არა და სხვა კადრი ბრძოლას როეწყებენ, ეს კადრი პირველი ინტროდან ბოლო კადრი.
რჩა? ნუ სპანიკო ხო? ფინალური ისა. აი მერტო. მეთქი ასე ჩუმეგარ ხუბელ ხმამაღლა მქონია წევრი სიმღერა. კარგი ეს იყო და მეთქა Hellfire, Two Ashes and Blood. კარგი ის კიდევ ერთი მშვენიერი სიმღერა. ნუ რა უნდა ვთქვა? კარგი იყო, მომეწონა. ავორცენთ. კომპიუტერმა ურია ის დაიწყეთ. ესე იგი Two Ashes and Blood. კაი სიმღერა რა თქვა? ეშა მოგკლავ. კაი სიმღერა. ბრძოლის სცენა ძალიან კარგი იყო. ჰექსტეკის სცენაც მაგარი იყო, ეს ილუზიები ისე მაგრად შექმნეს, არ ვიცი. მე სიმართლე გითხრათ 1 ბილიონჯერ ვუყურე მაგ სცენას, ძალიან კარგად გამიგო რა ხდებოდა. თითოეული დეტალი, ჰექსტეკის ბირთვი, რა ქვია, ჰექსკორი რო დააზიანეს თუ ჰექსკორს შეეხო ჯეისი, ეგზეკო და ჰაიმი რო გადავიდნენ სხვა რეალობაში, სხვა სოფლიოში, პარალელურად ამისა რომ იერარქიც დაუზიანდა ჩვენ პერსონაჟებს, იმიტომ რომ ჰექსტეკის ყველანაირი მოწყობილობა შეეხო ეს რაც მათ გააკეთეს. ამიტომ ცხადია ახლა რომ არ ვიცი რა, ამას ალბათ ამოვჭრი. თუთიყუში გავაბრძანე და ვლაპარაკობდი რაღაცას არ გაიგონებდით. ცხადია რომ ვაის, ჯინქსის და კეითის იერარქებიც და ზოგადად ხო ნუ ყველაფერი რაც ჰექსტეკს უკავშირდებოდა ცოტა დაზიანდებოდა და მაგიტომ ამბობს ხალხი რომ ეს სამართლიანი ბრძოლაც არ იყო, იმიტომ რომ რა ვიცი წეს მე მგონი იყო, იმიტომ რომ ყველას ერთნაირად ანუ ყველას იერარქია ერთნაირად როგორ თქვა გლიჩებოდა უხეშად რო თქვა ხო ზოგადად სიმღერა ძალიან მაგარი იყო აი იმენა როგორ თქვა პირდაპირ გეუბნება რომ ეს სიმღერა უნდა იყოს ბრძოლის დროს სადმე ჩასული და ძალიან მომწონს ეს მისამღერე რა ქვია კარგად ანუ ხმას რო უწევს ცოდა და ტონალობას რო იცვლის პლუს მისცემ მუსიკის ხმაც აი იმენა როგორ თქვა არ მინდა ყოველთვის ერთი და იგივე სიტყვები ვიხბა რომ ბრძოლისკენ მოგიწოდებს უხეშად რო ვთქვათ ანუ ხო რა დაახლოებით მსგავსი რამ ხომ ეთყობა რომ ახალი გაგვიწებული ვარ ასე რომ ხო დიდად ბევრი სათქმელი არაფერი მაქვს მაგ მომენტზე უკვე ვილაპარაკე რეაქციის დროს თვითონ რომელ პერსონაჟებს შეესაბამებოდა თითქმის ყველას ამიტომ ხო დაგამშვიდობებით მაშინ სამწუხაროდ ასეთ ცოტა ხანი მე ბევრად მეტი მეგონა რომ გამოგვივიდო და განხილვა ამ სიმღერის იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ დალაიქეთ გამოიწერეთ არხით დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარისხილაკი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და კარგად ბრძანდებით